კომერცია ეკლესიაში. როცა უცხო ქვეყანაში იმყოფები, თანაც თავს მოგზაურობ აღიქვამ, ბუნებრივია იმ ქვეყნის შესახებ ყველაფერი გაინტერესებს. რაც მეც ვიგებდი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ, მით მეტ გაუცხოებას ვგრძნობდი. როცა ამის გამო ნოსტალგიამ შემომიტია, ეკლესიაში შესვლა დავაპირე. ვიცოდი, ამერიკაში რამდენიმე მართლმადიდებელი ტაძარი არსებობდა, მაგრამ სად ვერავინ მითხრა. ვიფიქრე არაუშავს, რომელიმე კათოლიკურ ეკლესიაში შევალ და ორღანს მაინც მოусმენ მეთქი. ჩიკაგომდე ერთხელ უკვე ყოფილვარ კათოლიკურ ეკლესიებში. შოუდ ქცეულ ლოცვასაც დავესწარე. სასულიერო პირი შთამბეჭდავად გალობდა. ერთხელ რომელიღაც სექტის კრებაზე მოხვდი. იქ შეკრებით რომ შევხედე, ლამის გული წამივიდა. ყველა მათგანს სახე დასისხლიანებული ჰქონდა. ჯერ ვიფიქრე ალბათ ერთმანეთს დაერივნენ მეთქი. მაგრამ მერე დავინახე, თუ როგორ მივიდა ერთ-ერთი სექტანტი მაგიდასთან, რომელზეც დაკლული ცხვარი იდო. იქვე სისხლით სავსე თაში, როგორ ჩაყო ორივე ხელი და მერე სისხლით გაილამაზა სახე. ჩიკაგოს კათოლიკური ეკლესია დიდი არ იყო, მაგრამ სკამები ისე კომპაქტურად დაეწყოთ, უამრავ ადამიანს დაიტევდა. არც ორღანი ჩანდა და არც მუსიკოსები. სამაგიეროდ ყოველ კუთხეში იდგა მოზრდილი შესაწერი ყუთი სხვადასხვა წარწერით, ბიზნესის გამარჯვებისთვის, კრედიტის აღებისთვის, მშვიდი მოხუცებულობისთვის და ასე შემდეგ. კედლები შევათვალიერე, მაცხოვარი და ღვთისმშობელი ზოგან თეთრკანიანი იყო, ზოგან შავკანიანი, ზოგან კიდევ ყვითელკანიანი. ერთ ადგილას 15-ოდე კაცი შეკრებილიყო და ვიღაცას ელოდა. 50-ს მიტანებული სიმპათიური მამაკაცი შედარებით ახალგაზრდებს გატაცებით უხსნიდა რაღაცას. უნიკალური პიროვნებაა, რაც ამ ეკლესიაში მასთან სიარული დავიწყე, წარმატებაზე ვახცევ. დამიჯერეთ, ამბობდა იგი. მეც იმდენი რამს მენია მის შესახებ, ალბათ ის თუ მიხსნის განსაცდელისაგან. მორიდებულად ჩაელაპარაკა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ. მალე გამოვა და ნახა, რამხელა შვებას იგრძნო, გაამხნევა აგიტატორმა და იქით გაიხედა, საიდანაც ხსნელი უნდა მოვლენოდათ. არა, ნამდვილად არ ვაპირებდი ამ შენობიდან ისე წასვლას, რომ ის ყოვლის შემძლე ღვთისმსახური არ მენახა. მართლაც 10-ოდე წუთში ჯგუფს შავმოსასხმიანი სასულიერო პირი მიუახლოვდა. ყველას პიჯვარი გადასწერა, მერე პატარა სცენაზე ავიდა და ლოცვების კითხვა დაიწყო. ის იყო წასვლა დავაპირე, რომ მღვდელმა ლოცვების კითხვა დაამთავრა და მრევლი სცენისკენ დაიძრა. ყველა ცდილობდა ღვთისმსახურთან, რაც შეიძლება ახლოს მისულიყო. შვილებო, დაიწყო ქადაგება შავმოსასხამიანმა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეკლესიაში მოხვედით და წირვას ესწრებით. უფალი არავის ივიწყებს და ყოველთვის გქონდეთ მისი იმედი. ვიცი რომ ბედნიერი ცხოვრება გინდათ, ამისთვის კი ბევრი ფულია საჭირო. ბევრი ფული ძნელი საშონელია, მაგრამ თუ მოხვართ და აქ და მოიტანთ შესაწირს, თქვენი მომავალი საქმისთვის მერწმუნეთ 100-ად აგინაუზღაურდებათ. იქაურება ბიჟას უფრო გავდა, სადაც ბიზნესის შესახებ ლექციას კითხულობდნენ. ღმერთმანი მართლაც ასე იყო. ღვთისმსახური განუმარტავდა მრევლს, როგორ უნდა მიეღწიათ წარმატებისთვის სავაჭრო თუ საფინანსო საქმიანობაში. მოჰყავდა იმის მაგალითები, როგორ გადალახეს მისი მრევლის წევრებმა ფინანსური პრობლემები, იშველიებდა ეკონომიკურ ტერმინებს, მაგრამ გამუდმებით უბრუნდებოდა შესაწერის თემას და ხაზს უსვამდა იმას, რომ რაც უფრო დიდი იქნებოდა შესაწერი, მით უფრო გარანტირებული იყო მათი წარმატება. დრო და დრო რომელიმე მორწმუნე მივიდოდა ყუთთან და მასში მწვანე ბანკნოტებს ჩაყრიდა. თვალი იმასაც შევასწარი, თუ როგორი კმაყოფილებით გადახედავდა ხოლმე გულუხ მრევლს შავმოსასხამიანი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ კათოლიკურ ეკლესიაში კი არა, რომელიღაც სექტის ტაძარში ამომიყვია თავი და რომ ჩიკაგოში ეს მოძრაობა დღითი დღეს სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. უხალისხოდ დავტოვე ეკლესია. ეზოში ჩემი ყურადღება ახალ-ახალმა ვერცხლისფერმა როლს-როისმა მიიპყრო, რომელსაც ეკლესიის მსახურები აპრიალებდნენ. მითხრეს, ეს მანქანა შავმოსასხამიანი მღვდლის საკუთრებაო.
ლევი ბილეთებით ამერიკაშიც ვაჭრობენ. კალათბურთის შტატებში პოპულარობით მხოლოდ ბეისბოლს თუ ჩამორჩება. ამიტომ მასზე ბილეთის შოვნა ყოველთვის პრობლემაა. მე ჩემი აზრით დადარიგი დავიჭირე და ადრე მივედი სპორტულ დარბაზის სალაროსთან, რათა ცოცხლად მენახა ჩემი თანამემამულის ვოვა სტეფანიას თამაში. სალარო დაკეტილი დამხვდა. წარწერა კი უწყებოდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო. უხალისოდ გამოვბრუნდი და წამოვლასლასდი. უეცრად საიდანღაც ახალგაზრდა ზანგი გაჩნდა. თუ ბილეთი გინდა, შემიძლია დაგეხმარო. უცერომენიოდ გამომიცხადა, იაფასიანები გამითავდა. შუა რიგების ბილეთები დამჩა. $200 მოგცემ. რამდენად? 150 ხის. აბა ხომ არ გაჩუქებ, მიპასუხა გაოცებულმა. ძვირია, ჩავილაპარაკე ჩემთვის. თუ არ გინდა, კი არ გეხვეწები. კლიენტის მეტი რა, უფრო ძვირადაც გავყიდი. სწრაფად მომაყარა, შეტრიალდა და წავიდა. დამიკელი რა, დავედევნე. გამორიცხულია. არ შემოუხედავს, ისე მიპასუხა და იქვე მოაჯიჟე შემოსკუდა. ბილეთის ფასი კი მეძვირა, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი თანამემამულის ნახვა, რომ ზანგს დაუძახე. მომეცი რაც არის. არის ავიღებ, ოღონდ ხომ ნაღდია. ჩიკაგოა, ხმაში წყენა გაერია. ჩიკაგოში რომ ვარ, იმიტომ გეკითხები. თუ გინდა იყიდე და თუ არა და შემეშვი. $200 უსიტყვოდ გაუწოდე და ნანატრი ბილეთი გულდაგულ შევინახე. თამაშის დაწყებამდე 3 საათზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი და ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ეს დრო, რომ დიდი სპორტულ სანახაობას დავსწრებოდი. ყველაფერს ბედი უნდა. მობილური აწკრიარდა, ედმოდი მირეკავდა. აკაკი, შეკვეთა მივიღეთ და დროზე უნდა წახვიდე. სად უნდა წავიდე? ვიკითხე და თან გულში ჩემ ბედს ვწყევლიდი. მანდვე ჩიკაგოშია. მიხვალ ბირჟაზე და მენის შტატის დელეგაციის წარმოადგენელს შეხვდები. როგორც კი მიხვალ, დამირეკე და ფაზე მოვილაპარაკები. აბა, მანქანა დაქოქე და რაც შეიძლება მალე მიდი. ხასიათი წამიხდა, მაგრამ რას ვიზამთი? შეკვეთა ჩემი მიზეზით რომ ჩაშლილიყო, კარგი დღე არ დამადგებოდა. თანაც დილიდანვე გამართხილა. ტრაილერთან ახლოს იყავი. შეკვეთა რომ მივიღოთ, დრო არ დაკარგო. სანუკვარი მაჩის მოლოდინში არ ტრაილერი მახსოვდა და არ ჩემი ბოსი. ტაქსი გავაჩერე და მძღოლს ვთხოვე, რაც შეიძლება მალე მივეყვალე ავტოსადგომამდე. ჩემმა ახალმა მეგობარმა ბიძია ჯომ რომ დამინახა, გაოცებულმა მკითხა, რა ხდება, რა გიჟივით მორბიხარო? ჯო, ბოსმა დამირეკა, სასწრაფოდ საქონლის ბიჟაზე უნდა მივიდე, არადა წესიერად გზაც არ ვიცი. მომეცით გადახდის ჩეკი და მივდივარ. თან უკვე მანქანას გქოქავდი. ჯომ მისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმკვისხით უცებ გააფორმა და გადმომცა საბუთები. ოჩახ, მოხუცო, ბევრ ახალგაზრდას აჯობებ, შევაკე ბერიკაცი და დასამშვიდობებლად ხელი გაუწოდე. მეც მივდივარ ბიჟაზე, მოკლე გზები ვიცი და სწრაფად მიგიყვან. შემომძახა და კაბინაში აბობობა. მე რა ქვინ დარჩება? მაგაზი ნუ დარდობ, ახლახან ძველი მეგობარი მომივიდა და ყველაფერს ის მიხედავს, აბა წავედით. გამიღიმა ჯომ და ტრაილერის დავძარი. საქონლის ბიჟა ავტოსადგომიდან 40 წუთის სავარზე ყოფილა. ჯო რომ არ ყოლოდა გვერდით, მის მიგნებას ალბათ 2 საათს მაინც მივანდომვდი. იშოვე კალათბურთის ბილეთი? კითხა გზაში ჯომ. ო, თანაც გადამყიდველთან, უპასუხე. გამოდის რომ თამაშ ვერ ნახავ. ესე იგი ფული ტყუილად გადაგიყრია. რას იზამ, კალათბურთისთვის სამსახურს ხო ვერ დავკარგავ. ბედი არ ქონია. დანამიგზნო ჯომ. უხმოდ დავითანხმე, თუმცა უკვე იმას დარდობდი, რომ ბიჟაზე არ დამეგვიანა და კომპანიაში პრობლემა არ გამჩნეოდა. ჩიკაგოს საქონლის ბირჟაზე. ჩიკაგოს საქონლის ბირჟა შინაურ ცხოველების სავაჭრო ცენტრი აღმოჩნდა, რომელიც უდიდესია არა მარტო შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, უზარმაზარი, თვალუწვდენელი მინდორი, რომელიც სავსეა ცხენებით, ხარებით, როხებით, ცხრებით, ხპოებით, ბატკნებით. იქაურობას პირველად რომ შევარლე თვალი, გაოცება ვერ დავფარე. შუა ჩიკაგოში ნამდვილად არ ველოდი ფერმერთა თავშეყრის ადგილს. თანაც ყველაფერი ძალზე ორგანიზებული და მოწესრიგებული იყო. სხვადასხვა ჯიშის ცხოველი შემოღობილ ტერიტორიებზე ჰყავდათ. საკვები და წყალი არც ერთს არ აკლდა. სპეციალურ დაფებზე ამა თუ იმ ცხოველის მახასიათებლები და ფასები იყო გამოკრული. იქვე მეპატრონეც იდგა.
ბირჟაზე უამრავი მყიდველი ირეოდა. როგორც იქნა, ვიპოვე მენის შტატის წარმომადგენლობა. კოვბოის ფორმაში გამოწყობილმა ფერმერმა ძველი ნაცნობივით ჩამომართვა ხელი და მითხრა: კიდევ კარგი რომ მოხვედით, თორემ უკვე სხვა კომპანიაში უნდა დამერეკა. მე ჯეკი ვარ, მე აკაკი ვარ, ეს კიდევ ჩემი მეგობარი ჯოა. ძალიან კარგი, ახლა საქმეს მივხედოთ. 10 ძროხა და 5 ცხენი უნდა გადავიყვანოთ მენში, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. რა დაждდება? იცით, საფინანსო საკითხებზე ჩემ ბოსს უნდა მოვილაპარაკოთ. ედმონდის ნომერი ავკრიბე და მობილური კოვბოის მივაწოდე. ლამის 20 წუთი გაგრძელდა მათი მოლაპარაკება. ამერიკელი რამდიდარიც არ უნდა იყოს, თითოეულ ცენტს მაინც უფრთხილდება. როგორც იქნა, ჩემი ბოსი და კოვბოი მორიგდნენ და მეც შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ახლა ერთი სადარდებელი გამიჩნდა. როგორ უნდა აიყვანოთ ეს ცხოველები ტრაილერში და მერე როგორ უნდა გამერეცხა ძარა. ამასობაში მობილურმა დარეკა. ედმონდის მორიგი ინსტრუქტაჟის დრო იყო. აკაკი, ბირჟის ავტოსადგომზე ცხოველებისთვის სპეციალური მისაბმეს იქირავებ. მენში რომ ჩახვარ, დამირეკავ. გასაგებია, როდის უნდა წავიდე? გამახსენდა კალათბურთის მატჩი. ზუსტად არ ვიცი, კლიენტს მოვილაპარაკე. გონი ხვალ, მიპასუხა ბოსმა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ესე იგი, კალათბურთის მატჩზე დასწრების შანსი გამიჩნდა. შორია საქართველომდე. კლიენტს მივუახლოვდი. მისტერ ჯეკ, როდის უნდა გამევგზავროთ? თითქოს სასხვათა შორისოთ ვიკითხე. ხომ გითხარით, რაც მალე წავართ, მით უკეთესი იქნება მეთქი. ცივად მომიჭრა კლიენტმა და ზურგი შემაქცია. ნამდვილად არავითარი სრული აღარ მქონდა მისთვის მეთხოვა. დღეს ჩემი თანამემამულე თამაშობს და იქნებ რამდენიმე საათით გადავდოთ გამგზავრება მეთქი. სამაგიეროდ ჩემს თანამგზავრ მოხუც ზანგს არ დაუყრია ფარხმალი, უთქმელად მიმიხვდა გულის ნადებს. ერთი წუთით მითხრა და კოვბოის დაედევნა. მე კარგად ვიცი ბიზნესი, რაც არის, მაგრამ ამერიკელებმა უცხოელებსაც უნდა გაუგოთ. მოხუცი ჯო ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ ყველაფერი მესმოდა. თქვენ რაღა გინდათ, გაუცდა ფერმერი. დღეს კალათბურთის მატჩია, შვიდად დაიწყო ჯო. მე რა შუაში ვარ. იქნებ გამგზავრება რამდენიმე საათით გადაგედოთ. თუ რა თქმა უნდა ძალიან არ გეჩქარებათ. მაშინ მძღოლი კალათბურთის მატჩს დაესწრებოდა. თვალით ჩემსკენ ანიშნა. დაესწრებოდა? ტრაილერში ხომ აქვს ტელევიზორი, სანამ გავართ, იქ უყუროს. დღეს მისი თანამემამულე თამაშობს. მაშინ მე სხვა კომპანიას დაუკავშირდები, თქვენ კი კალათბურთზე წადეთ. შვიდად უთხრა კოვბოიმ. არა, საქმის ჩაშლას ედმონდი ნამდვილად არ მაპატიებდა. ჩვენ უბრალოდ ის გითხარით, რაც გვაწუხებდა, თორემ აკაკი საქმე არასოდეს ჩაუუდია, სევდიანად უთხრა მოხუცმა. ეს სხვა ლაპარაკია, პასუხი მოუწონა ფერმერმა და თავის საქონელს მიაშურა. მე კი სასაქონლო ბირჟის ავტოსადგომზე გავედი და პირუტყვის განკუთვნილი მისაბმელი ვიქირავე. ისე ამერიკელები მართლა კომფორტის მოყვარული ხალხია. ეს მისაბმელი მოძრავი მიკროფერმა გახდათ, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფილი. მივაბი ეს ფერმა, ჩემს ტრაილერს და ზედი ადგილთან მივაგორე, სადაც კოვბოი იდგა. ღილაკ ცითი დავაჭირე და ავტომატური რკინის ხიდი თვითმფრინავის ტრამპივით დაეშვა მიწაზე. ამ ხიდით ცხოველები ძარაზე ავიყვანეთ. იქ თითოეული სპეციალურ კუპეში მოვათავსეთ. სულ რაღაც 20 წუთში გასამგზავრებლად მზად ვიყავით. ჯეკმა კიდევ 10 წუთი საბუთების მოწესრიგებას მოანდომა. მე დავემშვიდობე და კაბინაში მოვკალათდი. უკვე შეგუებული ვიყავი იმას, რომ კალათბურთის მატჩის $200 გამოუყენებელი ბილეთს სუვენირად ჩავიტარდი საქართველოში და ძრავა ავამუშავე. მოულოდნელად ჯეკმა თავისთან მიხმა. ძრავა უხარისოდ გამოხდე და კაბინიდან გადმოხდე. რომელი ქვეყნიდან ხარ? კითხა ჯეკმა. ცოტა არ იყოს გაოცებულმა უპასუხე. რა მანძილია აქედან შენ სამშობლომდე? იქნება 108,000 მილი. ისინი თანამემამულე მართლა დღეს თამაშობს? ინსტიტუტურად ჯიბიდან ბილეთი ამოვიღე. მე არც ისეთი დესპოტი ვარ, როგორც შენ და იმ მოხუც ზანს გონივარ. მოდი ხვალ დილის 6 საათზე გავიდეთ ჩიკაგოდან. საქონელი უკვე დაბინავებულია. საკვები საკმარისად ააქვთ. თან ქალაქშიც გავისეინებ. დიდი ხანია ჩიკაგოში არ ყოფილვარ. ერთი სიტყვით ხვალ ადრიანად გავართ. გამიღიმა და დამემშვიდობა. საათს დავხედე, მატჩის დაწყებამდე 40 წუთი იყო დარჩენილი.
სტეფანიას ნაცვლად სოსო გავიცანი. ჩიკაგოს ის სპორტული დარბაზი, სადაც შეხვედრა მიმართებოდა, ჩვენი სპორტის სასახლის ხელა იყო. შეიძლება ოდნავ დიდიც, მაყურებლის ტევა არ იყო. ძრის მიმაღწია ჩემ ადგილამდე. დარბაზში საზეიმო განწყობილება სუფევდა. კაშკაშა ფერები და რიტმული მუსიკა ავსებდა იქაურობას. ფოიედან მოყოლებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახევრად შიშველი მოხდენილი გოგონები გვხვდებოდა. ზოგი ბილეთს გიმოწმებდა, ზოგი გზას გასწავლიდა. უმეტესობა კიდევ სახელდახელო დაღთან იდგა და 1000 გვარ სასმელს და თუ ნუგვარს გთავაზობდა. თანაც ისე რომ ძნელი იყო უარი გეთქვა. მეც თუნებას ვერ გაუძლევი და მიუხედავად იმისა, რომ ამშიოდა თითქმის ყველა გოგონასგან ვიყიდე ცოტა-ცოტა, რაღაც და დარბაზში დატვირთული შევედი. ჩემს კამთან ჭიკმოხატულმა გოგონამ მიმიყვანა და ისევ ნებიანად გამიღიმა კინაღამ დამავიწყა სად ვიყავ. თავდაპირველად დარბაზში ასატანი ხმაური იდგა, მაგრამ როგორც კი მოედანზე კალათბურთელები გამოჩნდნენ, ისეთი კაკოფონია ატყდა, მეგონა ქვეყანა იქცეოდა. ამ აურზაურს უამრავი დოლის ბრახუნი და რიტმული, მაგრამ უსაშუროდ ხმამაღალი მუსიკა ემატებოდა. თამაში დაეწყო. მოედანზე ორი სახელგანთქმული გუნდი ნიუ-ჯერსი ნეტსი და ჩიკაგო ბულზი ერკინებოდა ერთმანეთს. სპეციალისტის თვალით ნამდვილად ვერ შევაფასებდი ამ მატჩს, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო, კარგად ხედავდი რა ენერგიისა და დაძაბულობის ფასად უჯდებოდა თითოეულ მოთამაშეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. ამ ორთა ბრძოლაში სპორტსმენებთან ერთად თითქოს გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ. მოედანზე ამერიკული კალათბურთის ლეგენდები სკოტ პიპენი და დენის როდმანი იმყოფებოდნენ. ისე გამიხარდა თითქოს მთელი ცხოვრება მათი თამაშის ნახვაზე ვოცნებობდი. არც უმაგისობა იყო, მაგრამ იმ დღეს იქ საგანგებოდ ვოვა სტეფანიას სანახავად მივედი, რომელიც მოედანზე არა და არ გამოჰყავდათ. ყურადღებით შევათვალიერე სათადარიგო სკამი და იქ ჯდომის სტეფანია დავინახე, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს მატჩის მსვლელობას. გამიხარდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ მატჩში სტეფანია მოედანზე არ გამოუყვანიათ. ძალიან დამწყდა გული. ერთი პირობა გავიფიქრე, მოდი მოედანზე ჩავარ და სათადარიგო სკამზე ჯდომ სტეფანიას ხელს მაინც ჩამოვართმევ მეთქი, მაგრამ აბეზარი გულშემატკივრებისგან კალათბურთელთა დასაცავად ჩამწკრივებულ კუნთმაღარ ბიჭებს რომ შევავლე თვალი, განზრახვაზე ხელი ავიღე. მერე ვიფიქრე, იქნებ თამაშის შემდეგ მაინც მოვახერხო ავტობუსთან მისვლა და ქართველი კალათბურთელის ნახვა მეთქი. ამ დროს მეზობელი ტრიბუნიდან ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენე და მივხვდი, რომ ის უცნობი ქართველი იყო. ერთმანეთს შორიდან მივესალმეთ და შესვენებისას შევხვდით კიდეც. არ მითხრა ახლა, რომ ქართველი არ ახარ. ქუთაისური კილოთი მომართა საოცრად გახარებულმა. არა ძმაო, გაუღიმეთ და ხელი ჩამოვართი. სოსო, გამეცნო ქუთაისელი. დიდი ხანია ამერიკაში ხარ? მეორე წელია უკვე. შენ სულ ახალი ყოფი ხარ, მე უკვე 6 წელია. აქაურობას ვეჭიდავები. ამათი დედაც ვატირი. წარეთ თქვა ქუთაისელმა და მერე იმით დაინტერესდა, თუ რას საქმიანობდი. რო უთხარი ტრაილერზე მუშაობ და შტატიდან შტატში მოგზაურობ, მეთქი გაუკვირდა. მაგარი ვინმე ყოფი ხარ, როგორ მოახერხე ტრაილერზე მოწყობა. ხალხი კოლუმბიის უნივერსიტეტში ეწყობა და ეგ რა გასაკვირია. რა ვიცი ძმაო, მე ამ ქალის გადაკვიდე ყველაფერ გვერდზე დამჭა და ერთი ჩაფუშფუშებული ლამაზმანისკენ გამახედა, ერთიანად ჩამგვალებული ქერათმიანი ახალგაზრდა ქალი ჩვენსკენ იყურებოდა და თან გემრიელად ილუქმებოდა. 2 წელია ამ კალაბოკას დავდევ, რასაც შოულობ, მაგას ვახარჯავ. შემომჩივლა სოსო. როგორ თუ დასდევ? ვერ გავიგერ, ისე თქვა უნდოდა. აბა შენ ხარ რა, როგორ და ხელი მინდა რომ მომიწეროს, მაგრამ არ შვრება. ჩვენი ქალები ხომ პირიქით იქცევიან, ჯერ ხელის მოწერას გთხოვენ და მერე გიწვევიან. ამერიკელები კიდევ ლოგინში ისე ჩაგიგორებენ, არ დაფიქრდებიან, აი, დაქორწინებაზე თავს იკავებენ. ცოლად გინდა მოიყვანო? შემეცოდა ჩემი თანამემამული. მოყვანილი არ მყავს, მაგრამ ხელს არ მიწევს. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ საპატარ ძროც მოგვიახლოვდა, უფრო სწორედ მოგოგმანდა. საყვარელო, სადამე კარგი. განაზებული ხმით კითხა მან სოსოს. გაიცანი, ეს აკაკია ჩემი თანამემამული. ხელი ჩამოვართვი. მე ჯასტი მქვია. ძალიან მიხარია, რომ სოსოს თანამემამულე შევხვდი. ხოდოგი არ გინდა? ძალიან გემრიელია. ასე გამეცნო ჯასტი.
მერე ღია ფერის ჩანთიდან 3 მოძდილი ხოთ-დოგი ამოიღო, ერთი მე გამომიწოდა, მეორე სოსოს და ერთის თავად მოიმარჯვა. შევთანხმდით, რომ მატჩის შემდეგ რომელიმე კაფეში დამხდარიყავით. სიურპრიზი ჩინურ რესტორანში. მოდი რა სოსო ჩინურ რესტორანში შევიდეთ. ეს ჯასტის სურვილი იყო. დღეს ხომ უკვე ვიყავი ჩინურ რესტორანში. დისკოთეკაზე არ ჯობია? შეეწინავდგა ქუთაისელი. არა. შეიძლება აკაკიმ არ იცის რა გემრიელი კერძებს ამზადებენ ჩინელები. ცეკვას მიჩვენია კარგად ვივახშმოთ. ისე თქვა ჯასტიმ თითქოს მთელი დღე არაფერი ეჭამა. ჭამა ისე უყვას ერთ ჰამბურგში გამცვლის, მაგრამ რა ვქნა, ამის გამო ხომ არ დავშორდები, შემომჩილვა სოსო. ისე ერთად ცხოვრობთ? აბა რა, დიდარმა ბიძამ მემკვიდრეობა დაუტოვა, მაგრამ რა გინდა, ხელის მოწერამდე ვერადავერ მივიყვანა. რას გეუბნება? სიყვარულს საბუთი არ სჭირდებაო. მეც ეს შანსი ხელიდან ხომ არ გაუშვა. რომ არ გაუშვა, ყველა სრულის უსრულებ. მოქალაქეობის მიღება მინდა და ხომ იცი რა ძღის ფიქტიური ქორწინება. დაანებე ძმაო თავი, გოგოები გამოილია, ვერ დავფარე გაღიზიანება. გოგოების მეტი რა არის, მაგრამ ხელი რომ მოგიწერონ, ბევრი ფული უნდა გადაუხადო. მე არც ფული მაქვს და არც ბინა. აბა ამას როდემდე უნდა ელელიაო. რას იზამ, უშეყროთ არაფერი გამოდის. ჩინურ რესტორანში მართლა ჩინებურად გვიმასპინძლეს. იმდენი ეგზოტიკური კერძი მოიტანეს, კაც თავზე აერეოდა. ყველა ვერც გავსინჯე, აი ჯასტიმ კი კარგად მოირხინა. სასმელს ნაკლებად ეტანებოდა. მთელი საღამოს მანძილზე შამპანური სავსე ერთი ფუჟერიც არ დაულევია ბოლომდე. სამაგიეროდ არც ენა გაუჩერებია და არც პირი. ძალზე მხიარული ქალი აღმოჩნდა. ჩვენებური სადღეძულებით საოცრად მოეწონა. ქართველები ძალიან მიყვარხათ. გამოგიწყდა ბოლოს. პუტკუნა ამერიკელი საპატარძლო. მერე კი რატომაც გნობების გაზიარებისა და გულის გადაშლის ხასიათზე მოვიდა. სოსო მართლა მიყვარს. ისიც ვიცი რომ ამერიკის მოქალაქე უნდა და ამიტომ დამდევს. თუმცა რაც დრო გადის, გრძნობ რომ მასაც გაუჩნდა რაღაც გრძნობა ჩემს მიმართ. თანაც დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამიტომ მინდა სიურპრიზად გამცნოთ. ხვალ ხელს მოვაწერთ და სოსო ამერიკელი ქალის ქმარი გახდება. აკაკი, თქვენ შეგიძლია ჩვენი მეჯვარი იყოთ? მართლა დამწყდა გული რომ დილა ადრიანად ჩიკაგო უნდა დამეტოვებინა. არა უშავს აკაკი, სამაგეროდ მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები. დამამშვიდა სოსო. ეს რა კარგ ფეხზე შემხვდი. ჩიკაგოში რომ ჩამოხვან, იცოდე მეწყინება ჩვენთან რომ არ მოხვიდე. სიხარულს ვერ ფარავდა სოსო. შარიანი თანამგზავრის გვერდით. ჯეკ ლარსენი, ჩემი კლიენტი, ცივი და არაკომუნიკაბელური თანამგზავრი აღმოჩნდა. არა და ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ტრაილერით 1500 მილი გაიარო და გვერდით ეს ბაიყუში გეждდეს. ჯერ იყო და დილის 6 საათზე ისეთი ბრახაბრუხი ატეხა ტრაილერის კარზე, რომ ფეთიანებით წამოხდი. თავიდან ვერ გავერკვია რა ხდებოდა. მაღვიძარა 7:09-ზე მქონდა დაყენებული. ვიფიქრე 9 საათში ავდგები. ყავის დალევასაც მოვასწრებ და 7-ისთვის კობოისაც მზად დავხდები მეთქი, მაგრამ ვინ დაგაცადა, ეგ კი არა, სანამ გამოფხიზდებოდი და ჩავიცვამდი, ბრახუნი არ შეუწყვეტია. რა ხდება, სერ, ხანძარი ხომ არ გაჩნდა, ბუზღუნით გავაღე კარი. გუშინ ხო შევთანხმდით, რომ ადრე გავიდოდი, შენ კი მზად არ ახარ, ნუ გავიწყდება, ფულს გიხდი. მივხვდი დიდი შარიანი ვინმე იყო. მეც მეტი რა გზა მქონდა, სასწრაფოდ მიუჩეკი საჭეს და ძრავა ავამუშავე. მოიცა, ჯერ სად მიდიხარ, პირდ უნდა დავხედო, იქნებ რძე აქვს მოსაშორებელი. თავიდან ვერ გავიგე, რას ნიშნავდა ეს ძის მოშორება. ანგარის მოუცემლად გავყევი, ძარა გავაღე და კლიენტს ფერმაში შევყევი. ზოხებისა და ცხენების დანახვაზე თითქოს გარდაისახა, მისი სიმკაცრე ერთბაშად გაქრა. თითოეულ ცხოველს მოეფერა, მზუმე და ყურადღებიან პატრონად იქცა. ზოგს თივა დაუყარა, ზოგს შრალი საკვები, რაღაც ყუთები და ყველა ძროხას ცური შეუმოწმა. მერე საიდანღაც რამდენიმე მომცრო ბიდონი მოიტანა და რამდენიმე ძროხა გამოწველა. თანაც ამას ისე სწრაფად აკეთებდა, განცვიფრებული დავჭი. ბიდონები რძით აავსო, რძის ნაწილი 2 ლიტრიან ბოთლებში გადაასხა, დანარჩენი იქვე შეინახა. ერთი ბოთლი კი მე შემომთავაზა. დალევ? არა, გმადლობ, ცხოვრებაში არ დამილევა ახალ მოწვევლელი რძე. როგორც ჩანს, ძის არც გემოიცი და არც ფასი. უცერემონიოდ გამომიცხადა და ბოთლი მიიყოდა. ალბათ 9 ლიტრა მაინც დალია.
კმაყოფილმა ტუჩები მოიწმინდა და ლამის მიბრძანა ეს ბოთლები მაცივაში შეინახე და წავიდეთო. უხალისხოდ შევასრულე მისი დავალება და საჭეს მიუჯექი. რის ჯდობს აუდუღარი რძე ჰამბურგერს. ჩიკაგოდან ისე გამოვედით და მთელი საათი ისე ვიარეთ, რომ არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. იჯდა ეს უჟმური ფერმერი ქანდაკებასავით და გზას გაჰყურებდა, მაგრამ მოულოდნელად სიჩუმე ფერმერმა დაარღვია. ძალიან კარგი, ჩვენ ალბათ გავუგებთ ერთმანეთს. მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა მან. რას გულისხმობთ, ნამდვილად ვერ მივხვდი, ამით რის თქმას აპირებდა. დავწმუნდი, რომ პროფესიონალი მძღოლი ხარ. ახლა შემიძლია მშვიდად ვიჯდე და რაც მთავარია, ჩემი პირუტყვი არ იწვალებს. საკუთარ თავზე მეტად პირუტყვზე ზრუნავთ. რატომაც გამეცინა. რას ხედავ ამაში სასაცილოს? მე მეცხოველეობის ბიზნესს ვეწევი და ეს არის ჩემთვის მთავარი საქმე. ისეთი ტონით თქვა, რომ ლაპარაკი სრული სულ გამიქრა. პაუზა ამჯერად 9 საათი გაგრძელდა. გავიფიქრე ამასთან 2 დღე რა იმგზავრებს მეთქი. მოგეწონა კალათბურთის მატჩი, კვლავ მოულოდნელად ალაპარაკდა ჯეკი. ძალიან ნამდვილი პროფესიონალების თამაში იყო, დიდხანს არ დამავიწყდება. შენმა თანამემამულემ როგორ ითამაშა? არ უთამაშია. სათადარიგოს კამზე იჯდა. მერე მაგის გულისთვის მოიკალი თავი. გამგზავრება რომ არ გადაგვედო, ახლა 9 გზა გავლილი გვექნებოდა. ისევ დამაყვედრა, რომ ჩემ გამო 9 საათი დაუგვიანდა წასვლა. 9 დღით დაუგვიანდა წასვლა. მე სულაც არ ვნანო, მართალია ვოვა სტეფანიას არ უთამაშია, მაგრამ საუცხოო მატჩი იყო. არ მესმის იმ ადამიანების, ვინც დროს უთმობს ფეხბურთს, კალათბურთს, კაზინოს და 1000 გასართობს. დრო ადამიანმა უქმად არ უნდა დახარჯოს, უნდა ცდილობდეს რამე აკეთოს. ეს უკვე დიდაქტიკის გავდა, რომელიც ნამდვილად არ მჭირდებოდა. გინდათ თქვათ, რომ კაცმა დრო სულ შრომაში უნდა ატაროს, მაგრამ ხომ უნდა დაისვენოს, ხომ უნდა გაერთოს. გეტყობა, რომ მუშაობა საქმე შენ ზერერით უყურებ. ეს იზარმაცია შემომიტია კოუბოი. ზარმაცი რო ვიყო ოკეანის გაღმიდან, აკი არ ჩამოვიდოდი სამუშაოდ. იქით შეუტია ამერიკას. ისიც ეტყობა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და აღარაფერი მიპასუხა. ახლა უკვე მთელი 3 საათი ვიარეთ უბრად. მისგან გახედვეს სულიც კი არ მქონია. რადიო მიმღები ჩავთე და რომელიღაც არხზე უსმენდი მუსიკალურ პროგრამას. გზად ტრაქსტოპი სატვირთო მანქანების წყულების დასასვენებელი ადგილი გამოჩნდა. გამახსენდა, რომ შიოდა. სერ, მოდი ვისაუზმო და ლუდით დავლიოთ. მე გეპატიჟებით, უთხარი კლიენტს და პასუხს არ დაველოდე. პირდაპირ ავტოსადგომისკენ შეუხვიე, ჩემს წინადადებას ამ რეჟის შეხვდა. აშკარა იყო, წამოსვლას არ აპირებდა. ამშია, ერთი მაცივიდან რძე გამომიღე, პურიც მაქვს და ჩემი საუზმეც ეგ არის, მიპასუხა. ძერაც გეყოფა, ასეთი ავტოსადგომების სასაუზმეებში ჩინებულად წვავენ ხორცს. გავიბრძოლე, რომ როგორმე დამეთანხმებინა. არა, შენ წადი, ოღონდ ძარა გამიღე, პირუტყვზე დავხედა. რაღაც ვიზამდი, ფართოდ გამოვაღე ძარის კარი და სასაუზმისკენ გავეშურე. შემდგომში წამგზელ გზაზე რამდენჯერმე შევჩერდი სასაუზმესთან. მე ჩამოდიოდი და გემრიელად გიახლებოდი. ამერიკელი კოუბოი კი აუდუღარი რძით იკლადა შიმშის. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ჩემთან ერთად სუფრასთან დაждდომას დაკილოს მეთქი, მაგრამ ეს ეჭვი მაშინ გამიქარწყდა, როცა მორიგი საუზმობისას ერთ-ერთი ტრაილერი ძღოლი გამომელაპარაკა. ეგ ბედოვლათი შენ გადაყავს, კითხა და ფანჯიდან ჯეგზე მიმანიშნა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. 3 თვის წინ მე გადავიყვანე ჩიკაგოდან ძროხები. ეგეთი ძუნწი კაცი არსაც შემხედრია. ძუნწი? მე კიდე მეგონა იმდენი ფული არ ქონდა, რომ სასაუზმეში წამოსულიყო და საერთოდაც ფიქრობდი, რომ ფერმერის დამხმარე მუშა იყო, რომელიც უბრალოდ პატრონის დავალებას ასრულებდა. გამომხილე თანამოსაუბრის ჩემი ვარაუდი. რას ამბობ? ეგ კაცი ძალიან მდიდარია. მაგაზე დიდი ფერმა მგონი მენის შტატში არავის აქვს. მაგრამ რადგინა ნახევრად შეერი დადის, არადა იმდენი ფული აქვს, 1000 ჩვენარი შეინახავს. რა ვიცი, მილიონერების მაგას არაფერი ეტყობა და ძღოლმა ჩემს სიტყვებზე გულიანად გადაიხარხარა, როგორ გეტყობა, რომ ამერიკას კარგად არ იცნობ. ოჰ, ეს ძუნწი მილიონერი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯეკ ლარსენი მდიდარი კაცი იყო, ძალიან დამაინტრიგა და
თუ ცოტა ხნის წინ თანამგზავრს თითქმის არ ვცემდი ხმას, ახლა ვცდილობდი ლაპარაკში ჩამეთრია, მაგრამ ჯეკი ვერადავერ ავიყოლია. მორიგი გაჩერებისას კი პიტაპის შეტევაზე გადავედი. მისტერ ჯეკ, სასაუზმეში რატომ არ დადიხართ? ჩემი რძე მირჩევნია, მიპასუხა მშვიდად. კი, მაგრამ სულ რძედარძე არ გბეზდებათ? თუ იმდენად გიყვართ, რომ თქვენს ფერმაში ცხოვრობ რძეს მიირთმევთ ხოლმე. რატომ მხოლოდ რძეს? ფერმაში ყველიც მაქვს, არაჟანიც, ხაჭოს, ხშირად პირუტყვსაც ვკლავ და ხორციც ბევრი გვაქვს. აუღელებად ამიხსნა ფერმერმა. დიდი ფერმა გაქვთ? ფერმა 5 ადგილას მაქვს. თითოეულში მარტო 500 ძროხა, ცხენი კი 50-მდეა, დაეწყო ჩამოთვა. თქვენ მართლა მდიდარი ფერმერი ყოფიხართ. არ გიჭირთ ამდენი პირუტყვის მოვლა? ჯეკს ესიამონა ჩემი აღთოვანება, მაგრამ მაინც უნდობლად შემომხედა. რასაც მიმაღწია ყველაფერს ჩემი შრომით, არავისი საქმე არ არის მდიდარი ვარ თუ ღარიბი. მე ჩემი ბიზნესი მაქვს და მასში ჩარევას არავის ურჩევ. საწყენად არ მithქვას, უბრალოდ დავინტერესდი თქვენი საქმიანობით, თითქოს უკან დავიხიე. რით დაინტერესდი? ბანკში რამდენი მიდევს, თუ თვეში რამდენი რჩება, სუფთა მოგება. მე შენ კითხე, ხელფასი რამდენი გაქვს მეთქი? ხო და შენს ნუ ნაწუხებ, მიდი წინ იყურე, ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. ჯეკთან კონტაქტის დამყარების მცდელობა კრახი დამთავრდა და კვლავ უსიამოვნო სიჩუმემ დაისადგურა. ისევ რადიო მიმღები ჩავთე, ამჯერად ეთერში რეპი ჟღერდა. გამორთე რა, ვერ ვიტან ამ სისულელებს, მითხრა გაღიზიანებულმა. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის დეინ კარნეგის წიგნის როგორ მოვიპოვოთ მეგობრები შეგონებანი გამახსენდა. გონებაში აღვადგინე ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკაში წამოსვლის წინ სწავლობდი. მისტერ ჯეკ, მე შეიძლება მეცხოველეობის ბიზნესში ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ ფიქრობ, თქვენ საუკეთესო პირუტყვი გყავთ. ჯეკმა მშვიდად შემომხედა და მივხვდი, რომ მიზანში გავარდყი. შენ ჩემი ფურები არ გინახავს. ფერმაში რომ მივარდ, აი მაშინ შეაფასებ, კმაყოფილებით თქვა ჯეკმა. ამაზე უკეთესები ვერც კი წარმომიდგენია, ჩავილაპარაკე. თითქმის 10 წელია ფერმერთა გამოფენაზე პრიზებს არავის უთმობენ. ჩემი ფურები 5-6 გალონ რძეზე ნაკლებს არ იწველიან. 3 კიდევ 10 გალონსაც იწველეს. გალონი ხო იცი რამდენია? 3 და 8 ლიტრი, განმემარტა ჯეკმა. მორიგ ავტოსადგომთან ეს აუცილებლობა მოხდა. ჯეკმა თავად მითხრა, გავჩერდეთო. კაბინიდანაც პირველი ჩავიდა. უხის საუზმეც შეუკვეთა და ჩემი ულუფის საფასური თავიდანვე გადაიხადა. მოკლედ, მენის შტატის ნორფოლკის დასახლებაში ისე ჩავედით, რომ მე და ჯეკი ლამის დავმეგობრდით, ასე რომ დეილ კარნეგის წიგნი მართლა გამომადგა. ჯეკის სამფლობელოში. მენის შტატი არც ესე დიდია, მაგრამ იმ 7 შტატს შორისაა, საიდანაც დაიწყო აშშ-ის სახელმწიფოებრივი ისტორია. ამ შტატში არ არის დიდი ქალაქები და მსხვილი სამრეწველო საწარმოები. არის მსოფლიოში სახელგანთქმული უნივერსიტეტები. სამაგიეროდ იქ დასახლდნენ პირველი ევროპელები, რომლებაც სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი. იქაურები განსაკუთრებული სიამაყით უსვამენ ხაზს თავიანთ ამერიკელობას. ჯეკმა ისიც მიამბო, თუ როგორ ჩამოსულა მისი წინაპარი მე-17 საუკუნეში ნორვეგიიდან და ნორფოლკში დასახლებულა. ისინი თავიდანვე მეცხოველეობას მისდევდნენ და ეს მათი საგვარეულო ბიზნესი ყოფილა. ტრაილერი ნორფოლკში შევიდა. იქაურობა სულ სხვაგვარი წარმომედგინა, რატომაც მეგონა, მჭიდრო დასახლებულ სოფელში ამოყოფთით თავს. იქ კი სახლები ერთმანეთისგან ისე შორიშორ იდგა, რომ თვალს ძლივს მიაწვდენდი. მინდვრები და გორაკები მწვანე ბალახს დაეფარა. უამრავი პირუტყვი მშვიდად ზოვდა. რამდენიმე კოვბოისაც მოვკარი თვალი. გაღმებულები გვიქნებდნენ ხელს. ჯეკიც ესალმებოდა მათ. თან მახსენებდა, სიგნალი მიმეცა. არადა არ უჩანდა ბოლო მინდვრებს. ბოლოს როგორც იქნა, ერთ-ერთ გორაკთან შეუხვიეთ და გზას აუყევით. აი ჩემი ფერმა და ჩემი სახლი. კეთილი იყო შენი მობრძანება. ჯეკმა სახლისკენ კი არა, სასახლისკენ გამახედა. ამ დიდი მშვენიერი სახლისგან მოშორებით კი ასეთივე დიდი ფერმის შენობები იდგა. გაუცებული უყურებდი ჯეკის საცხოვრებელს, რომელიც ძველებური მომეჩვენა და არც შემსდარვარ. ლარსენები მათი წინაპრების მიერ მე-18 საუკუნეში აშენებულ მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდნენ. ლარსენის სტუმართმოყვარე კაციც აღმოჩნდა.
ერთ-ერთ ფერმასთან მივედით, რომელიც ფერმას კი არა, სააგარაკო ვილას უფრო გავდა. გაუგნებული ვათვალიერებდი გემოვნებით მოწყობილ კარ-მიდამოს. აკაკი, კარი გაგვიღე, პირუტყვია დასაბინავებელი. გამომაფხიზდა ჯეკის შეძახილმა. პატრონის გვერდით 10-მდე მუშას მოეყარა თავი. ტრაილერის კარი ფართოდ გამოვაღე. ჯეკმა მუშებს დავალებები მისცა და ჩემთვის მოიცალა. მე კი უკვე წასასვლელად ვემზადებოდი. კომპანიის უფროს დაურეკე, ედმონდმა მორიგი შეკვეთის შესახებ მაუწყა. ამჯერად ბუფალოში უნდა წავსულიყავი. იქიდან კი ოჰაიოს შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში, კოლუმბუსში გადამეტანა ტვირთი. აბა მისტერ ჯეკ, კარგად ბრძანდებოდეთ, ხელი გაუწოდო მილიონერს. ჯერჯერობით ვერ დაგემშვიდობები, მითხრა ჩვეული კატეგორიულობით. როგორ, ბუფალოში უნდა გავიმგზავრო, შეკვეთა მივიღე. რა დროს ბუფალოა, ჩემთან უნდა ვივახშმოთ. პასუხს არ დაელოდა და ძველი მეგობარივით ხელკავით სასახლისკენ წამიყვანა. მისტერ ჯეკ, ხომ იცით ბიზნესის ამბავი, შორიგზა მაქვს გასავლელი. ბიზნეს მე მასწავლი? ღამე ხომ უნდა გაათენო შენს ტრაილერში, ხო და დარჩი ჩემთან. დაისვენე, დილით კი ადრიანად დაადგები გზას. შენ რომ გეგონა, თლად ისეთი უგულოც კი არა ვარ. ამ სიტყვების შემდეგ მართლაც არ შემეძლო დარჩენაზე უარი მეთქვა. მილიონერის საგვარეულო გალერეა. ჯეკ ლარსენის სასახლე მის წინაპარს მე-18 საუკუნეში აუშენებია. საოცარი გემოვნებით იყო შეხამებული ერთი მეორესთან მარმარილო და წითელი ხის მასალა. თითქმის ყოველ კუთხეში იდგა მდიდრული და უჩვეულო ფორმის შანდლები. ვეებერთელა ფანჯრებზე ძველმოდური მძიმე ფარდები ეკიდა. ანტიკვარული ავეჯით გაწყობით დარბაზებსა და ოთახებს 1000 გვარი სტატუეტი თუ რარიტუტული ნივთი ამშვენებდა. ჯეკი დამატარებდა თავის სამფლობელოში ზუსტად ისე, როგორც გიდები დაატარებენ ცნობისმოყვარე ტურისტებს მუზეუმებში და თავის წინაპრებზე მიყვებოდა. ბოლოს ერთ დიდ დარბაზში შემიყვარა, რომელიც სურათების გალერეას უფრო ჰგავდა. აი ჩემი წინაპრები, თითქმის ყველა აქ არის. მთელი კედლები ოქროს ვარაყიან ჩარჩოებში ჩასმული პორტრეტებით იყო დაფარული. სურათებს შორის თეთრპარკიკიანი ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტმა მიიღო ჩემი ყურადღება. ალღოიანი კაცი ყოფილიყარო, მითხრა ჯეკმა. ეს მამაკაცი პირველი ლარსენი ყოფილა, რომელიც ნორვეგიიდან ჩამოსულა და ნორფოლკში დასახლებულა. მასაც ჩემი მასპინძელივით ჯეკი რქმევია. დიდ ჯეკს კვანდაკვალ მიჰყვებოდნენ მისი ძმები, შვილები, მათი მეუღლეები, ქალიშვილები, შვილიშვილები. ბოლოს ლარსენმა კედლის ერთსარიელ ადგილზე მიმითითა და მითხრა, ამ ადგილას ჩემს სურათს დაჰკიდებენ, როცა ამ ქვეყნიდან წავალ. ჩემმა შთამომავლობამ უნდა იცოდეს, როგორი ვიყავი, მაგრამ ჩემი შვილების გადამკიდეს ალბათ არაფერი მეღისება, სინანული წარმოთქვამაა. რას გულისხმობთ? დავინტერესდი. 3 დასრული შვილი მყავს, 3-ო 30 გადასცა და შვილიშვილებს კი ვერადა ვერ ვეღისე. არც ეს არ უნდა დაქორწინება, არა და ამხელა ქონების ვის უტოვებენ, ვერ გამიგია. თუმცა ჩემ პრობლემებში რას გახვევ თავს, წამოდი ვივახშმო. მალე ჩემი ქალიშვილი შემოგვიერთდება, მითხრა და თანამედროვე სტილში მოწყობილ მოზრდილ სასადილო ოთახში შემიწყო. ეს ოთახი იმითაც იყო გამორჩეული, რომ შეგეძლო აივანზე გასულიყავი, საიდანაც როგორც ხელისგურზე ისე მოჩანდა მთელი ნორფოლკი. სწორედ ამ აივანზე ვისხედით მე და ჯეკი და ლინდას მის ქალიშვილს ველოდით, რომელიც იგვიანებდა. ჯეკმა მომიმბოდიშა და მთხოვა, ცოტაც კიდე მომეთმინა. მეც ვიდექი და ინტერესით ვათვალიერებდი ლარსენების სამფლობელოს. მოულოდნელად ხედალი შევამჩნიე, რომელიც ცხენს ისე ოსტატურად მოაჭენებდა, რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი. რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ჯიშიან ულაღზე გამოცდილი მოჯირითე იჯდა. თანაც ძალზე მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი. ერთი პირობა შემეშინდა კიდეც, ეს ლამაზი გოგო უნაგირიდან არ გადმოვარდეს მეთქი, მაგრამ ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. ვახშამი მილიონერთან. ლინდა ლარსენი ისე შემოჯირით და ეზოში და ისე მოხერხებულად ჩამოქვედა ცხენიდან, რომ თვალი შევლება ძირის მოვასწარი. ჯეკი ქალიშვილს ეზოში შეეგება. მამაშვილი ერთხან საუბრობდა, მე ვიჯექი და ისე ველოდი.
სუფრა სამკაცზე გაეშალათ. თანაც ისე ლამაზად ხელოვნების ნიმუშ უფრო გავდა. დროდადრო ჩასუქებული მულატი ქალი შემოდიოდა ნაირ-ნაირი სინითა და ლანგრით. მისის ხომ ვერ მეტყვით, ეს ლარსენები ვინ არიან? სადე მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა ჯეგზე. საკმაოდ დიდარი და პატივცემული ხალხია. ამ სასადილო ოთახში მისტერ ჯეკი ყველას როდი იწვევს. ეთყობა თქვენ მისი კეთილგანწყობა დაემსახურეთ, გამიღიმა მსახურმა. ჯეკი და მისი ქალიშვილი სასადილო ოთახში გამოსასვლელ ტანსაცმელში გამოწყობილები შემოვიდნენ. თავი უხრეხულად ვიგზენი, ისევ ჯინსის შარვარი და ბოტასი მეცვა. ძალაუნებურად შარვაზე დავიხედე. მათ არ გამოხპარვია ჩემი რეაქცია. ორივეს გაიღიმა, ჯეკმა კი პირდაპირ მითხრა: ნუ გერიდებათ, ვიცით რომ პირდაპირ სამუშაოდან მოხვედით. გაიცანით, ეს ჩემი ქალიშვილია, ლინდა. ცისფეთვარება ლინდა მართლაც ისეთი მომხიბვლელი აღმოჩნდა, როგორც ცხენზე ამხედრებული წარმოვიდგინე. გაღიმებულმა გამომიწოდა ხელი და სუფრასთან მიმიწვია. სუფრაზე იმდენი თეფში და დანაჩანგალი ეწყო, რომ დავიბენე კიდეც. აშკარა იყო, მეც ამ არისტოკრატებივით უნდა მესადილა. იხტიბარი არ გავიტეხე. მომლოდინე პოზიცია დავიკავე, როგორც მასპინძლები მიირთმევდნენ, მეც იმის მიხედვით ვიმოქმედებდი. ისე თავისუფლად ვიცვლიდი თეფშებს, დანაჩანგასა და სასმისებს თვითონაც მიკვირდა. მამა მითხრა, რომ საქართველოდან ყოფილხარ, დაიწყო ლინდა. დიახ, თქვენ გაგიგონიათ საქართველოს შესახებ? კითხე დაინტრიგებულმა. კი მსმენია თქვენს ქვეყანაზე. თანაც დაგნი იუელი თბილისში გარდაიცვალა. ვინ? დამასწრო ჯეკმა და შვებით ამოვისუნთქე, რადგან არც მე ვიცოდი ვინ იყო დაგნი იუელი. მამა, შენ ეს ნამდვილად უნდა იცოდე. დაგნი იუელი ცნობილი ნორვეგიელი მწერალია. საქართველოში მოგზაურობდა და თბილისში გარდაიცვალა. სასტუმროში უცნაურ ვითარებაში. თბილისშივეა დაკრძალული. აუხსნა ლინდა მამას. ის რის შესახებაც მეც არაფერი მსმენლოდა. მერე მამაშვილი რაღაც რიმაზე ცოტა წაკინკლავდნენ და ჯეკმა მცირე ხნით დაგტოვა. ლინდამ ჩაილაპარაკა. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, მამა ყველაფერზე იორად ღიზიანდება. შვილებს კი გვიჭის მისი გაგება. თქვენი მძიმები სად არიან? სად სხვა თემაზე ყურადღების გადატანა. უფროსი სიეტლშია, ცნობილი პროგრამისტია, უმცროსი კი ნიუ-იორკში სწავლობს. თეატრალურ ხელოვნებას ეუფლება. საინტერესოა. შეიძლება ცნობილი ფერმერის შვილი ცნობილი მსახიობი გახდეს. შეიძლება, მაგრამ მამას ეს ვერ აუტანია. ლარსენი და მსახიობი ვის გაუგიაო, ამბობს. თქვენ რა საქმიანობთ? მე ჰარვარდი დავამთავრე, ლიტერატორი ვარ. სხვათა შორის ჰარვარდის ბიბლიოთეკაში ვიყავი ამ ცოტა ხნის წინ. იქ ერთი პროფესორი, პოლ სტიუარტი გავიცანი. გამახსენდა ჩემი ნაცნობი პროფესორი. მართლა? ბატონი სტიუარტი ჩემი ლექტორი იყო. საინტერესო კაცია. ისე სად თქვენ და სად პოლი გაუკვირდა ლინდას. ნიუ-იორკიდან ბოსტონამდე დიდი ბიბლიოთეკა გადაუტანე და სამდღიან ტურნეში დავმეგობრდით. ალბათ თქვენი ტრაილერით ბევრს მოგზაურობ და ბევრ ადამიანსაც ხვდებით. საკმაოდ ბევრს მოგზაურობ. ქვეყანასაც ვათვალიერებ და ამერიკელებსაც ვეცნობ. მარტო ტვირთის გადამზიდი კი არა, მოგზაურიც ვარ. მოვიწონე თავი. მერე მოგწონთ ამერიკა? ძალიან მომწონს. ხოლო თქვენსავე ჩვენი ქალიშვილთან შეხვედრის საშუალება რომ ეძლევა, განსაკუთრებით მახარებს ხოლმე. როგორც ჩანს, ლინდა ჩემგან კომპლიმენტს არ მოელოდა და გაუცებულმა შემომხედა. მერე გულიანად გადაიკისკისა და კომპლიმენტისთვის მადლობას გადამიხადა. ცოტა ხანში სასადილო ოთახში ჯეკი დაბრუნდა. ვატყობ საერთო ენა გამონახავ. თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მან და ჩვეული მანერით ჩემზე ზრუნვა ითავა. აკაკი, ხვალ ადრე ხარ წასასვლელი. წამოდი, საძინებას გაჩვენებ, მოისვენე. დამჯერი ბავშვი წამოვდექი და ჩემს უცნაურ მასპინძელს გავყევი. საძინებელი აპარტამენტს უფრო გავდა, ოთახში იმხელა ტახტი იდგა, რომ მეგონა 5 კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა. ეს ტახტიც და საერთოდ მთელი ავეჯი ძველებური გახდათ, თანაც ძვირფასი და გემოვნებით შერჩეული. ერთადერთი რაც აქ გაგრძნობინებდა, რომ თანამედროვე ამერიკელის სახში იყავი, ბოლო მოდელის ფართოეკრანიანი სონის ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი და უახლოესი კომპიუტერი იყო. ჯეკმა ინტერნეტით სარგებლობის უფლებაც მომცა, რამაც ძალზე გამახარა, რადგან თბილისში რამდენიმე იმეილის გაგზავნის
შესაძლებლობა მექნებოდა. ბუფალო. მიუხედავად იმისა, რომ ნორფოლკელი მილიონერის ჯეკ ლარსენის სამფლობელოდან დილადრიან წამოვედი და სწრაფადაც ვიარე, ბუფალოში მხოლოდ დღის 3 საათზე ჩავედი. გამიკვირდა კიდეც 300 მილის გავლას ამდენი ხანი როგორ მოვანდომე მეთქი, მაგრამ მერე გამივხვდი, რაშიც იყო საქმე. ნორფოლკიდან ბუფალომდე მთელი გზა მიხოელ-მოხოელი და მთაგორიანი გახდათ. თანაც როგორც არ უნდა მომენდომებინა, ძერ დაღმართებზე უზარმაზარ ტრაილს დიდი სიჩქარით ვერ ვატარებდი. პირდაპირ ვიტყვი, ქალაქი ბუფალო არ მომეწონა. კრიტიკული მკითხველი ალბათ ირონიულად გაიღიმეს, ბუფალოელებმა თუ იციან ამის შესახებო, მაგრამ აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ქალაქი არც თავად იქაურებს ეხატებათ გულზე. ასეთი მოულელი და თითქოს უპატრონოდ მიტოვებული ქალაქი შეერთებულ შტატებში მეორე არ შემხვედრია. ნახევრად გაძარცვული, გამოხუნებული სახლები, ღარიბული ეზოები, მოულელი ქუჩები და ბაღები, ხალხის კანტიკუნტა თუ გამოჩნდებოდა. ეს რაც ერთი შეხვედრით დავინახე. მოგვიანებით ისიც მითხრეს, რომ ერთ დროს ინდუსტრიული ქალაქი ახლა გაკოტრებისკენ მიექანებოდა. მოსახლეობა მასობრივად ტოვებდა იქაურობას და ბედის საძიებლად ამერიკის სხვა რეგიონებში გადადიოდა. ჩემი მორიგი კლიენტი, რომლის შეკვეთითაც ცელოფანის საამქროს დანადგარები კოლუმბუსში უნდა გადამეტანა, ორთოდოქსი ებრაელი აღმოჩნდა, თანაც ნამდვილი პედანტი. მე დილით გელოდით, რატომ დაიგვიანეთ? ისე შემომიღრინა, თითქოს მისი ქვეშევრდომი ყოფილიყავი. პირდაპირ ნორფოლკიდან მოვდივარ, არსად გავჩერებული ვარ. უპასუხე მორჩილა, წითური ებრაელი მაინც უკმაყოფილოდ მიყურებდა. დღეს პარასკევია, სადაცაა შაბაში. ებრაული წესით დღესასწაულის წინ სამუშაოს ეწყვეტა. დაიწყება. ხვალ კიდევ შაბათია, ასე რომ დანადგარების ჩატვირთვა სულეთია ვერ მოვასწრებ. ახლა გამახსენდა, ებრაელები პარასკევობით დღის 4 საათიდან რომ წყვეტენ ყოველგვარ საქმიანობას და შაბათისთვის ემზადებოდნენ. კლიენტი მიხვდა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა, ბოლო და ბოლოს რავალდებული ვიყავი, მის რელიგიური ტრადიციების გამო დღენახევარი დამეკარგა და უფრო შერბილებული ტონით კითხა. რა ვქნათ? დაგელოდებით სერ და კვირას დავიტვირთოთ. კარგი იყო დილით მოგესწრო ყველაფერი, მაგრამ რა გაეწყობა? მას კვირა შეხვდებით, დაზინა მან და მე მშვიდობა და თავის საამქროსკენ წავიდა. გეზი ნიაგარის ჩანჩქერისკენ ავიღე. დღენახევარი წინ მქონდა, მოსადუნებლად და თავის შესაქცევად პირველად ლუდის ბარი ავირჩია. ხვალ კი ვიფიქრე, იმის შესაძლებლობა მომეცემოდა კიდევ ერთი ფურცელი ჩამეწერა მოგზაურის ჯემეულ დღიურში. უშებ გამახსენდა, რომ არც თუ ისე შორს ნიაგარის ჩანჩქერი იყო. პარმეს მოუხმე, კიდევ მოვატანინე ლუდი და ვკითხე. ნიაგარის ნახვა მინდა და როგორ ფიქრობ, ხვალ მოვასწრებ, თანაც კარგი იქნება თუ მეგზურს მაპოვნინებთ. მაგაზე ადვილი რა არის? ჰარი, მოდი, კლიენტი გიშოვე. უხმო მან ბარის კუთხეში მჯდა ჭაღარათმიან მოხუს მამაკაც, რომელსაც წითელ ცხვირზე ეტყობოდა, რომ კარგა ხანია დამეგობრებოდა ბახუშს. ჰარი თავის სკამიდან წამოდგა და მძიმე ნაბიჯით მოგვიახლოვდა. ამ ყვაწვის ნიაგარის ჩანჩქერის ნახვა უნდა. რამდენ სიხდის? კითხა ჰარიმ ბარმენს, ისე, თითქოს მე შორს ვიყავი და ვერ გავიგონებდი. რამდენ სიტყვა? არ დავაცალებ ბარმენს პასუხის გაცემა. წასვლა დათვალიერება და უკან დაბრუნება სულ $40 დაგიჯდება. შორია აქიდან 15 მილი იქნება რა, თანახმავა. შევთანხმდით, რომ დილის 8 საათზე ავტოსადგურთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ჰარი ძველი მოდელის კადილაკი 8 საათზე დათქმულ ადგილას მელოდა. ასაკი ეტყობოდა, საღებავიც ალაგ-ალაგ გადაცლილი ჰქონდა, მაგრამ ბუფალოელი მეგზური იხტიბას მაინც არ იტეხდა. ისე საგუდაგულოდ აპრეალებდა და მხიარულად დღიღინებდა. თითქოს მის წინ უახლოესი მარკის მერსედესი იდგა. აშკარად კარგ ხასიათზე იყო. აკაკი მოგზაურობის მზად ხარ? გადმომძახა მხიარულად. რა თქმა უნდა. ბუფალოდან ნიაგარის დასახლებამდე ასე უწოდებენ ჩანჩქერის სიახლოვეს მდებარე სასტუმროებისა და კაფეების კომპლექსს, სულ რაღაც 10 მილი იყო გასავლელი. მორყეული კადილაკი ისეთი გრუხუნით მიდიოდა, მეგონა სადაცაა დაიშლება მეთქი. ჰარის გზაში ბევრი არ ულაპარაკია, მაგრამ რომს ელაპარაკა, მაინც ვერაფერს გამაგებინებდა, სალონში აუტანელი ხმაურის გამო.
ჩრდილოეთ ამერიკის ულამაზესი ჩანჩქერი ნიაგარა კანადისა და შეერთებული შტატების საზღვარზეა და ორივე ქვეყანას ეკუთვნის. უფრო სწორად, ჩანჩქერის მარცხენა ნაკადი კანადისა, ხოლო მარჯვენა შტატების. ნიაგარა ინდიელების ენაზე ხმაურიან წყალს ნიშნავს და მართლაც ისეთი ხმაურიანია, რომ 10 კილომეტრის რადიუსშიც კი არ აძინებს ტურისტებს. დიახ, ტურისტებს, თორემ ადგილობრივი მოსახლეობა ალბათ ვეღარ გაძლებს ამ ხმაურის გარეშე. დიდებული სანახავია ნიაგარის ჩანჩქერი. თუ გაზაფხულსა და ზაფხულში წყალკამკამა მწვანე ფერისაა, შემოდგომით ნარინჯისფერია, ზამთარში კი იყინება. არა, მთლიანად კი არ იყინება, არამედ ჩანჩქერის გვერდითი ნაპირები ყინულის უზარმაზარ ლოლოებად დაეკიდება და გასაოცარ სანახაობას ქმნის. რამდენჯერმე მომხდარა ისე, რომ მთლიანად გაყინულა ჩანჩქერი და ამ დროს ადგილობრივი მოსახლეობა თურმე უჩვეულოდ გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ჩანჩქერის ხმა აღარ ისმოდა. ნიაგარის ჩანჩქერთან თურმე ყოველწლიურად 16 მილიონი ტურისტი მიდის. ამერიკელები რისი ამერიკელები იქნებოდნენ, ეს რომ არ გაეთვალისწინებინათ. იქ ტურისტული ბიზნესი ყვავის, დღისით, წყლიშყეფებისგან ულამაზესი ცისარტყელები ამოიმართება ხოლმე. ღამით კი უზარმაზარი პროჟექტორების შუქზე ზღაპრული ფერებით ივსება იქაურობა. ტურისტული ფორმების გარდა ნიაგარის ჩანჩქერი ენერგოკომპანიებსაც იზიდავს. წყლის ვარდნით წარმოქმნილი ენერგია იაფი დენის გამომუშავების წყაროцაა და ჩანჩქერის სიახლოვეს რამდენიმე მოძრავი ჰიდროელექტროსადგური დგას. ჩანჩქერი განსაკუთრებით ამერიკელებს იზიდავს, ვინაიდან შტატებში სჯერათ თუ ჩანჩქერის წყალი ერთხელ მაინც არ დასველდი, ნამდვილი ამერიკელად არ ჩაითვლები. ამიტომ დასველების რიტუალს ყველა ამერიკელი ასრულებს და რადგან მეც გახდით ამ რიტუალის მონაწილე, ანუ ნიაგარის ჩანჩქერში გალუპული, ამიტომაც მეც უნდა ჩავითვალო ამერიკელად. ექსკურსია მძღოლი ჰარი. ჩვენი ძველი კადილაკი ერთ-ერთ კაფე-ბარს მიადგა. მოდი ცოტა დავისვენო და დათვალიერება მერე დავიწყოთ. მითხრა ხარიმ და ისე რომ პასუხისთვის არ დაუცდია. შენობაში შევიდა. ბარში ოვაციებით შეხვდნენ. მოხდენილმა წაბლის ფერთმიანმა გოგონამ, რომელსაც გონი არაფერი ეცვა, ორი დიდი ბოკალი ლუდი ყოველგვარი შეკვეთის გარეშე მოგვიტანა და მაგიდაზე დაგვიდგა. ჰარი თვალი ჩაუკრა. მე კიდე ისე ამათვალიერა ერთბაშად გამოცოცხლდი. როგორია? გადმოხედა ჰარიმ და ხევრახევით მიმავალ ოფიციანტს თვალი გააყარა. მაგარია, არ დავფიქრებულ ვარ ისე წამოვიძახე. აქ მაღაზე უკეთესებიც არიან. შემთავარია მოინდომო და ყველას აქ მოგიყვან. წაიძრაპა ჰარიმ და ბოკალს დაეწაფა. თქვენ აქ ყველას იცნობთ? ყველას, ანდა რა გასაკვირია, მთელი ცხოვრება ამ ჩანჩქერთან გავატარე. ფანჯრიდან გაიხედა და ჩუმი ხმით დაიწყო ლაპარაკი. გულის გადაშლის ხასიათზე მოვიდა. პირველად რომ მოვედი აქ 4 წლის ვიყავი. მას შემდეგ 60 წელი გავიდა და ლამის ყოველდღე მოვდივარ. ამ ხნის მანძილზე 1000 რამ გადახვდა. ბევრი სიხარული არ მქონია ცხოვრებაში. პრობლემა კი რამდენიც გინდა. თან სულ მეგონა რომ ჩემს ცხოვრებაში დღეს თუ არა ხვალ მაინც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა ყველაფერი. ცდილობდი შეცდომა არ დამეშვა, მაგრამ რა, ვერაფერს მივაღწიე. წლები ისე გავიდა, ვერც კი ვიგზენი და სიბერესაც მიუკაკუნე. არაფერი ყოფილა სიცოცხლე. შეხედე ამ ჩანჩქერს, ისე მოდის წყალი, როგორც 60 წლის წინ. პირველად რომ დავინახე და თვალებ გაფართოებულმა შევძახე დიდი წყალი, ცაში აფრენილა მეთქი. ტურისტებიც ისე მოდიან და მიდიან. ამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩანჩქერთან უკანასკნელად მოვდივარ. მე წავალ ამ ქვეყნიდან და ჩანჩქერი ისე ძველებურად გადმოეშვება მაღლიდან. ჩემს არყოფნას ვერავინ გაიგებს. ატირება ცოტაღა აკდა, შევეცადე გამემხნევებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. აკაკი, მარტო მოგიწევ ჩანჩქერზე წასვლა. ვაპირებდი გამოყოლედი, მაგრამ ახლა არ შემიძლია. რომელიმე ტურისტულ ჯგუფს გახვევი. ასე უფრო გაგეადვირდება. მე ცოტა დავისვენებ და კიდევ აუცილებლად გაითვალისწინე ერთი რამ. ხიძი არ გადახვიდე, ხომ იცი ჩანჩქერის იქითა მხარე კანადას ეკუთვნის. აქედან კი გადახვალ უპრობლემოდ, მაგრამ უკან დაბრუნებისას შეიძლება მებაჟეებმა აღარ შემოგიშვან. კაცმა არ იცის, რას აღმოგიჩენენ საბუთებში.
უცხოელი რომ ხარ, იმიტომ. იცოდე, მოუთმენად გელოდები. ბუფალოში უშენოდ წასვლას არ ვაპირებ. მითხრა ხარიმ და ლუდის ახალი ბოკალი შეუკვეთა. არც ისე ადვილი ყოფილა, ნიაგარაზე გაამერეკილება. ნიაგარის ჩანჩქერის დათვალიერება ძნელი საქმე ნამდვილად არ არის. გზის მაჩვენებლები და ფინიშები იმდენად თვალსაჩინოა, ძალიანაც რომ გიდოდეს, არ დაეკარგები. ტურისტული ჯგუფიც ბევრია, რომელსაც გიდი ახლავს. მეც ხარის დარიგებისამე ერთ-ერთ ჯგუფს ავედემნე. არა, მართლა მწერალი უნდა იყო, რომ შეძლო სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ჩანჩქერთან მიახლოებისას გრძნობს კაცი. პირველი, ეს გახლავთ უჩვეულე განცდა იმისა, რომ ამ განუწყვეტელ ხმაურში უზარმაზარი მზის სხივებით აფერადებული წყლის შეფების ფონზე თითქოს სადღაც იკარგები. თითქოს ვიღაც გიახლოვდება და უზარმაზარ უმშვენიერეს მორევში გითხრევს. გინდა გაჰყვე და გეშინია კიდეც. ამ შიშის გამჟღავნება არ მინდოდა, მაგრამ მოგვიანებით გურზე მომეშვა, როცა მითხრეს, რომ ჩანჩქერთან ყოფნისას შიში ყველასთვის ჩვეული შეგრძნება ყოფილა. გიდმა იმთავითვე გამოგვიცხადა, ვისაც სუსტი გული გაქვთ, კატერში ნუ ჩაზდებითო. კატერის პიტაპით ჩანჩქერის ძიში უნდა გაევლო. მანამდე კი სასიამოვნო ნათლობა გველოდა. გაამერეკილება. ვისაც სურდა, ჩანჩქერის შეფებში უნდა დასვლებულიყო. ამაზე უარი არავის უთქვამს. რა თქმა უნდა, მეც სიამოვნებით მოვინათლე ამერიკელად. თავიდან ფეხებამდე გავილუმპე. ივნისი იდგა, მაგრამ ჩანჩქერის წყალი უსაშველოდ ცივი იყო. მაგრამ ეს ყველაფერი მონაგონი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც შემდგომ გადავიტანე. კატერში ჩაჯდომაზე ბერმო უარი თქვა. გაბედულებს კი ცელოფნის ქურთუკები დაგვირიგეს. თან გაგვაფრთხილეს, მოაჯირისთვის ხელი არ გაგვეშვა და უსაფრთხოების კამრებით საიმედოდ შეგვიკრა. როგორც იქნა, ჩვენი კატერი ჩანჩქერის ძირისკენ დაიზრა. რაც უფრო უახლოვდებოდით წყლის ნაკადს, მით უფრო მატულობდა შეფები. ისედაც გალუმპული, ახლა თავით ფეხებამდე გასაწორი გავხდი. თხელმა ქურთუკმა ვერ მიშველა. ამასობაში უფრო მიუახლოვდით ჩანჩქერს. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო? წყლის ნაკადი პირდაპირ ჩვენ გვეცემოდა. თითქოს თავში უროს გიტყამენო. ისეთი შეგრძნება მქონდა. ოკეანის შტომში მოხვედრისას ალბათ ამაზე მეტად არ შემეშინდებოდა. ეს 3 წუთი გაგრძელდა, მაგრამ მეგონა ყველაფერი დამთავრდა მეთქი. როგორც იქნა გამოვაღწიე და თავისუფლად ამოვისუნთქე. ჩემ თანაგზავრებს გადავხედე და სახეზე ფერი არც ეც არ ედო, თუმცა აშკარად ეტყობოდათ, უხაროდათ რომ ცოცხლები გადაჭნე. არა, სხვა დროს რომ მოხვდე ნიაგარის ჩანჩქერზე, კატერს სათობეზეც არ გავეკარები. კანადაში გასასვლელი ხიდთანაც მივედით. ამ ხიდით ბევრი ტურისტი შემოდის ამერიკაში. მათ შორის არაერთი არალეგალური იმიგრანტია, ვინც ამ გზით ცდილობს შტატებში შეღწევას და ხშირ შემთხვევაში ახრეხებს კიდეც. მე რა თქმა უნდა შარის თავი არ მქონდა და კანადური ნიაგარის ნახვაზე არც მიოცნებია. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. მართალია დავიღალე, დავსვერდი, შიშიც გადავიტანე, მაგრამ არაფერს ვნანობდი, თანაც ამერიკელიც გავხდი. მოკლედ დიდებული რამ არის ნიაგარის ჩანჩქერი. კაფეში დაბრუნებულმა ჰარის დაუწყე ძებნა. კადილაკს კი მივაკვლიე, მაგრამ მოხუცი არსად ჩანდა. ბოლოს იმ მომხიბვლელ ოფიციანტ გოგონას კითხე, ხომ არ იცოდა სად იყო ჰარი. მანაც მეორე სართულზე მიმითითა და ოთახის ნომერიც მითხრა. თხილა დავაკაკონე, ჰარიმ გამომძახა, შემოდიო. დივანზე არხიანად გაწოლილიყო და ხელში ისევ ლუდის ბოთლი ეჭირა. გამიღიმა და ვიღაც გლორიამ გასძახა. ისეთი გოგო შემოვიდა, მის დანახვაზე ადგილზე გავშეშდი. შენთვის ავირჩია, ხო მაგარი გემოვნება მაქვს? ჰარიმ ეს ჩუმად მითხრა, ისე რომ გლორიას არ გაეგონა. მე წავედი, ბარში დაგელოდები. მრავალნიშნოვნად გადმომხედა და მძიმე ნაბიჯებით გასასვლელისკენ წავიდა. რა მოგიტანოთ? გამიღიმა გძელფეხა გლორიამ და დააზუსტა. შემიძლია 2 საათი დაგითმო. არ გამიპროტესტებია, არც ფასი მიკითხავს. შვენიერი გოგო იყო გლორია. ბუფალოში გვიან ღამით ჩავედით. ჰარი ისეთი გალეშილი იყო, რომ მე მომიწია საჭესთან დაждდომამ. ჩასვლისას გავაღვიძე. გულიანად დამემშვიდობა და მითხრა, იცოდე, ბუფალოში მეგობარი ყავსო. შფოთიანი გზა ბუფალოდან კოლუმბუსამდე.
ნიაგარის ჩანჩქერთან გატარებულმა თავბრუ დამხვევმა დღემ, რომელსაც ჩვენი გურიასთან ურთიერთობას და ღამით ბოლომდე მგზავრობას დაემატა, თავისი ქნა ტრაილერის კომფორტულ საძინებელში მოკალათებულმა თვალი ვერ გავახილე, სანამ კაბინის კაზე ბრახუნი არ ატყდა. ავტოსადგომის დალაჯი ჩემზე არანაკლებ დაფეთებული ჩანთა. იმ ებრაელმა ლამის პოლიცია გამოიძახოს, გაგიჟებულია, ასეთი მოუწესრიგებელი მძღოლი ჯერ არ შემხვედრიაო, ამბობს. ჩქარა წამოდი, მე დარაჯი ვარ, მაგვიძარა კი არა. მის ბუზღუნში უჩებ ჩავიცვი შარვალი, სწრაფად დავქოკე მანქანა და გიჟი ჩევარდი იმ ეზოში, სადაც ჩემი ტრაილერი უნდა დაეტვირთად. ებრაელი კლიენტი ადგილს ვერ პოულობდა, ბაქაზენ წინ და უკან დადიოდა და ცოტა აკდა, რომ არ აღრიალებულიყო. იქვე 10-ოდე მუშა იდგა და გადასატვირთი დანადგარებთან და მგონი 10-ვე თავბეც იწყევლი და ეს ვის გადავეყარეთო. ასე შორს ვერ წავართ, შემეგება კლიენტმა მკაცრი ტონით ნათქვამი საყვედური. ჯერ იყო და 2 დღით წინ დააგვიანეთ, ახლა ისევ მაკარგვინეთ დროს. ბოდიში, ვიმეორებდი უაზროდ. ან კი სხვა რა უნდა მეთქვა. მართალი იყო ეს კაცი. დრო ფულია, კარგად დაიმახსოვრე, შემახსენა კლიენტმა და განკარგულება გასცა, რომ მუშებს მანქანის დატვირთვა დაეწყოთ. მძიმე და მოუხერხებელი ჩარხების გადატანას ბევრი დრო დასჭირდა. სიტუაციას კიდევ უფრო იზაბავდა, რომ ჩემი კლიენტი სულ თავზე ადგა მუშებს და წუთით მოსვენებას არ აძლევდა. როგორც მერე შევიტყვე, მუშებთა საათობრივ ანაზღაურებაზე ყოფილა გარიგებული და ზედმეტი თანხის გადახდა არ უნდოდა. ბოლოს ნაშუა დღეს ტრაილერი გასამგზავრებლად მზად იყო. ისაკი მომიახლოვდა და მკითხა. შენთან ერთად ტრაილერის რომ ვიმგზავრო, ხომ შეიძლება? რა თქმა უნდა, რა პრობლემაა? გამიხარდა კიდეც ამხელა გზაზე მგზავრობა მარტოს რომ არ მომიწევდა. კონფლიქტი კლიენტთან. თბილისში ბავშვობიდან უამრავ ებრაელს ვიცნობდი. ბევრთან მეგობრობდი კიდეც და ახლაც მეგობრობ. მათი უმეტესობა ახლა ისრაელშია და ხშირად მახსენებენ თავს. შტატებშიც ხომ ბრუკლინში ყოფნისას კარგა ხანს რუსი ებრაელების გარემოცვაში ცხოვრობდი. რესტორან ზალატოე კოცოს მე პატრონის კისასა და მისი მეგობრების დახმარებით ორბანის ციხესაც დავაღწიე თავი. ჩემი ახლანდელი ბოსი ედმონდიც ებრაელი იყო, მაგრამ ამის გამო მასთან არანაირი პრობლემა არ შემქნია. ისაკთან 8 საათიანი მგზავრობა კი ლამის კოშმარული სიზმარივით შემორჩა ჩემ მეხსიერებას. ბუფალოდან გასულები არ ვიყავით, როცა ჩემმა თანამგზავრმა კონტაქტის დამყარება სცადა. საიდან ხარ? კითხა. საქართველოდან. ეს ადაა, საქართველო კავკასია, ყოფილი საბჭოთა კავშირი. ახლა ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელია. პირველად მესმის, ჩემთვის ძალზე გამაღიზიანებელი უცოდინარობა გამოიჩინა ისაკმა. სად რაც შეიძლება მარტივად მიმენიშნებინა თუ რომელი ქვეყანა ვიყავი და დაუფიქრებად უთხარი. სტალინი ხომ იცით? საქართველო მისი სამშობლოა. რა? ისეთი ამრეზე შემომხედა, ებრაელი რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრედი ფაშისტების აგენტად უმუშავია მეთქი. მან კი რომ იტყვიან ცეცხლზე ნავთით დაასხა. იმენის წარმომადგენელი რო ყოფილიყავი, რომელსაც სტალინი ეკუთვნის, საერთოდ არ ამოვიღებდი ხმას. ვერ გავიგე მაგით ისეთ მაგიდან. სტალინმა იმდენი ებრაელი გაჟუჟა, არც მისი სახელის ხსენება მინდა და არც მისი სამშობლოსი. მაქსიმალურად შევიკავი თავი ემოციების გამომჟღავნებისაგან და ვცადე ამეხსნა ამ უიცისთვის უბრალო რამ. სისტემა იყო ისეთი. მარტო ებრაელები კი არა, თითქმის ყველა ერის ათასობით წარმომადგენელი დაიღუპა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში. არც თვითონ ქართველებისთვის დაუკლია. თქვენი ისტორია არ გცოდნიათ, გაცოცხლებულმა განაგრძო მან. სტალინი ებრაელებზე იყო გადამტერებული და უნდა გცვენოდეთ, რომ მას რაღაც სისტემით იცავთ. გაუგნებრულმა ერთხანს ხმა ვერ ამოვიღე, მერე კი ვიფეთქე. ეს რომ ჰიტლერზე გეთქვათ, კიდევ მესმის, მაგრამ სტალინი რომ არ ყოფილიყო, ფაშისტები სულ გაგჟუჟავდნენ. გარდა ამისა, ერთი კაცის გამო მთელი ერის შეურაცხყოფა უღრისი საქმეა და მეტი არაფერი. ამ კამათმა იმდენად ამანერიულა, რომ მივხვდი აუცილებლად უნდა გავჩერებულიყავი და სული მომეთქვა. როგორმე ტრაილერების მორიგ სადგომამდე უნდა მიმეღწია, რომ დამესვენა. კაბინაში კარგა ხნით სიჩუმემ დაისადგურა. ამაშობაში ტრაილერების სადგომსაც მივადგეთ. მანქანა ხმაური დავამუხრუჭე. არც გამიფრთხილებია, ისე ჩავედი და სასაუზმეში შევედი. უხალისოდ ავიღე მოზრდილი ჰამბურგერი და თავის ერთი ბოთლი ლუდის დალევას უფლებას მივეცი. როცა კაბინაში დავბრუნდი, ისაკი თავის ადგილზე იჯდა.
სიბრაზემ არა და არ გადამიარა. ნერვებს ვერაფრით გაუმკლავთ. რომ წარმოვიდგინე კიდევ დიდხანს მომიწევდა ამ კრეტიდან ერთად მგზავრობა, თავში სისხლი მომაწვა. მოულოდნელად მიუბრუნდი და უთხარე: მისტერ ისაკ, გთხოვთ ჩაბრძანდეთ ტრაილერი და კოლუმბუსში შევხვდებით. გაუცებელმა შემომხედა. ამას ნამდვილად არ ელოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთი სახე ჰქონდა, რომ მიხვდა მისგან წინააღმდეგობა უფრო გამაცეცხლებდა და მხოლოდ საცოდავად კითხა: მერე აქედან რითი წავიდე? ავტობუსს გახკვებთ. შეგიძლიათ ცუბუქი მანქანა გააჩეროთ, ან არ ვიცი, რაიმე სხვა. პრობლემა არ არის, რაღაცას უეჭველად იპოვეთ. ვცდილობდი რაც შეიძლება 7 ტონით მელაპარაკა. მასაც პირველმა შიშმა გაუარა და ისევ შეტევაზე გადასვლა სცადა. მე შენს უფროს დაურეკავ და სამსახურიდან დაგითხოვე. თუ გინდა ამერიკის პრეზიდენტს დაურეკე, არხეენად უპასუხე. ხელშეკრულებაში არ მიწერია, რომ ტვირთის პატრონიც მე უნდა წავიყვანო. მე ტვირთი გადამახს, ხოლო ტვირთი. თუ შეიძლება, მაყვანეთ, ჩაბრძანდეთ. და ცინიკურად დავძინე. შეკვეთა დათქმულ დროში უნდა შევასრულო. ისაკი ზანტად გადავიდა მანქანიდან და ჩემი მოულოდნელი გადაწყვეტილებით გაუგნებული, ნელი ნაბიჯით გაუყვა გზისთვის. მე ერთ ადგილზე გაჩერდა, გამომხედა და სანამ არ წავედი, ტრაილერისთვის თვალი აღარ მოუშორებია. კარგა ხანს სარკიდან უყურებოდი, როგორ იდგა და გზას გასქეროდა. რამდენიმე წუთი ვიარე, ტრასა გადატვირთული არ იყო და ვიფიქრე, რომ ჩემი კლიენტი ისევ გზაზე იდგა და ამაოდ ელოდა ტრანსპორტს. ცოტა ხანში წრიული მოძრაობის მაჩვენებელი დავინახე, საჭი დავატრიალე და უკან მოვუბრუნდი. ისაკი სადაც დავტოვე, ისევ იქ დამხვდა. ტრაილერი რომ გაჩერდა, ისე გამოიცა ჩემსკენ. კაცი იფიქრებდა ერთმანეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეხვდენა. 1 საათი ისე ვიარეთ, ისაკს ხმა არ ამოუღია. არც მე მეხატებოდა გულზე ჩემი იძულებითი თანამგზავრი და საჭეს ისე ვატრიალებდი, თითქოს გვერდით არავინ მეჯდა. ბოლოს ეტყობა ისაკმა გამოყვარეობა ზლია და ჩემი ხმით იკითხა: ეს ქართველები ყველანი ასეთი ფიცხები ხართ? არ მიპასუხია. ვაგზნობინე, რომ არა ვაგდებდი. ეტყობა ამან მეტისმეტად შეულახა პატიმოყვარეობა და ახლა უკვე ხმამაღლა განაგზო ლაპარაკი. რა მოგივიდა, ლაპარაკი დაგავიწყდა? ისევ არ გამიცია ხმა. რომ იცოდე ვისთან ერთად გზავრობ, ასე არ მოიქცეოდე. რაშა ჩენი წონი, 10 იმდენი ნაღდი ფული მიდევს სეიფში. საბანკო ანგარიშებზე აღარაფერს ვამბობ. თქვა და ჩემს რეაქციას დაელოდა. მერე რა, გქონდეს მე რა ხეირი. დიდ დროს პატივს ცემე, შენ კიდევ როგორ დამამცირე, უკანასკნელი მათხოვარი მომექეცი. არ გელაყვა ზედმეტი და უბატონო ხმას არ გაგცემდი. ასეთი ტონი შეჩვოლი არა ვარ. ლამის იყვირა ისაკმა. გული მიეცა, რომ დაუბრუნდი. ალბათ იფიქრა სამსახურის დაკარგვით შევაშინეო და მთელი ლექცია წამიკითხა იმაზე, თუ როგორ უნდა სცემდნენ პატივს ღარიბები მდიდრებს. ცხადია, ღარიბებში მე გულისხმობდა. ამასობაში მოსაცდელიც გამოჩნდა. მანქანა დავაყენე, ძრავა გამორთე, მთელი ტანით შევბრუნდი ისაკისკენ და პირდაპირ მივახალე. ეი შენ, ფულის ტომარა, ან გაჩერდები და კოლუმბუსამდე ხმას აღარ ამოიღებ, ან არა და ისევ ჩამოხსვა მანქანიდან და აღარ დაბრუნდები. გასაგებია? ისაკს ნირი წაუხდა. სავაჯერში მოიკუნტა და გაისუსა. ვცნობდი, ერთი სული ჰქონდა, აფეთქებული იყო, მაგრამ ვერ ბედავდა. 9 საათში მობილურზე კომპანიის ბოსმა ედმონდმა დამირეკა. არც მომსალმებია, პირდაპირ მკითხა: აკაკი, სად არის კლიენტი? მანქანაში ზის. მაშინ ყურლი მიეცი. შენ მერე მოგელაპარაკები. მომიჭრად სივარ. ისაკმა და ჩემმა ბოსმა კარგა ხანს ილაპარაკეს. სამწუხაროდ ვერაფერი გავიგე. ელემენტარული მიზეზის გამო ისინი ივრიზე ლაპარაკობდნენ. თუმცა ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მე მლანძღავდნენ. იმასაც კარგად ხვდებოდი, რომ კარგი არაფერი მელოდა. გზა განვაგრძე. ისაკი არხიანად გამოიყურებოდა. ვერ მოვითმენე და ვკითხე: ედმონდ, თქვენ აცნობეთ, რომ მანქანიდან ჩამოხვსით? აბა რა გეგონა? ვეტყოდი, ალერსიანად მომექცა მეთქი? საცრაფოდ ნიუ-იორკში. როგორც იქნა კოლუმბუსამდე ჩავახციეთ. იქ სადაც დანადგარები უნდა გადმოეტვირთათ, მუშები დაგხვდნენ. კიდევ კარგი, საკმაოდ სწრაფად გადმოტვირთეს. ჩარხები და ტრაილერი გამითავისუფლეს. ისაკი აღარც დამლაპარაკებია, თუმცა კი რამდენჯერმე ნიშნის მოგებით გადმომხედა. თითქოს მეუბნებოდა, ნახევ რასაც მიიღებო. ეზოდან ტრაილერი რომ გამოვიყვანე, ჩვეულებისამე გავიფიქრე. ახლა კოლუმბუსს დავათვალიერებ მეთქი. მაგრამ გამახსენდა, რომ ედმონდისთვის უნდა დამერეკა და გულიც
კარგს არაფერს მიგზნობდა. მისტერ ედმონდ, ტრაილერი უკვე თავისუფალია, რას მიბრძანებთ? ტრაილერი ავტოსადგომზე დააყენე, საბუთები აიღე, ავტობუსზე დაჯექი და წამოდი, სასწრაფოდ გამოემგზავრე. როგორ, შეკვეთები აღარ არის? შეკვეთები კი არა, სამსახურიდან განთავისუფლებ. ხელფას გადაგიხდი და თავისუფალი ხარ. დანარჩენს აქ გეტყვი, დროზე წამოდი. მითხრა ბოლოს და ტელეფონი გამორთო. ისაკმა თავისი დანაპირები შეასრულა. სამსახურს მაკარ გვინებდა.